გეოპოლიტიკური დაძაბულობების, რიგ რეგიონებში კვლავ მაღალი ინფლაციისა და გლობალური ეკონომიკური ზრდის არათანაბარი დინამიკის მიუხედავად, სოფლის უმდიდრესი ადამიანების სხვადასხვა სექტორებში ინვესტირებას მაინც აქტიურად განაგრძობენ. UBS-ის მილიარდერთა 2025 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რამდენიმე მიმართულება გამოიკვეთა, სადაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები თავიანთი ფინანსების დაბანდებას განიხილავენ. მათი ნახევარი, ანუ 59% უპირატესობას კერძო კაპიტალში თანხის დაბანდებას ანიჭებს, რაც კერძო კომპანიებში წილების შეძენას ან საჯარო კომპანიების კერძო საკუთრებაში გადაყვანას გულისხმობს. ეს მილიარდერებისთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო არაა. კერძო კომპანიებში ინვესტირება მათ საშუალებას აძლევთ, რომ კომპანიების მართვაში აქტიურად ჩაერთონ. სტრატეგია, ოპერაციული მოგება და კაპიტალის სტრუქტურა შეცვალონ. გარდა ამისა, საჯარო ბაზრებთან შედარებით, კერძო კომპანიები ბაზრის მოკლევადი ან ცვლილებებზე ნაკლებად დამოკიდებულები არიან, რაც ინვესტორებს გრძელვადიან სტაბილურობას აძლევს. ინტერესი პირადი ვალის მიმართაც იზრდება, კერძოდ გამოკითხულთა დაახლოებით 1/3 ამ მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში კერძო კრედიტორებისთვის სივრცე ფართოვდება, რის შედეგადაც სარგებელი მაღალია. კონტრაქტები უმეტესად დაცულია და უფრო მოქნილი პირობების შეთანხმება შესაძლებელია. საჯარო აქციები მილიარდერთა პორტფელში კვლავ ცენტრალურ როლს ინარჩუნებს. 40%-ზე მეტი ინვესტიციების ზრდას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ბაზრებზე გეგმავს. განვითარებულ ბაზრებზე თანხის დაბანდება სტაბილურ კომპანიებს, დივიდენდებსა და პროგნოზირებად შემოსავლებს ნიშნავს, ხოლო განვითარებადი ბაზრები გრძელვადიან სტრუქტურულ ზრდას თავაზობენ. დემოგრაფია, ურბანიზაცია, ტექნოლოგიური განვითარება. ის ფაქტი, რომ მილიარდერები განვითარებადი ბაზრების წილს იშვიათად ამცირებენ, მათ რწმენაზე მიუთითებს, რომ მომავალი ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ბაზრებზე შეიქმნება. ასევე მოწინავე პოზიციას იკავებს ინფრასტრუქტურაც. მილიარდერთა 35% ამ სექტორში ინვესტირებას განიხილავს, რაც გასაკვირიც არაა, რადგან ინფრასტრუქტურული აქტივები იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, უმეტესად გრძელვადიან პროგნოზირებად შემოსავალს უზრუნველყოფს. და აქვეა უძრავი ქონებაც. მიმდინარე წელს მილიარდერები ამ სექტორში ინვესტიციის მკვეთ ზრდას არ განიხილავენ, თუმცა პოზიციებს კვლავ ინარჩუნებენ. მიზეზი სელექციური მიდგომა, უფრო მეტი ყურადღება ლოგისტიკურ ობიექტებზე, მონაცემთა ცენტრებზე, პრემიუმ საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებზე გადადის. შესაბამისად, ცვლილებების მიუხედავად უძრავი ქონება როგორც შემოსავლის, ისე კაპიტალის შენარჩუნების ინსტრუმენტად კვლავ რჩება. ბოლო პერიოდში ოქროს რეკორდულად გაზრდილი ფასიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის საინვესტიციოდ საინტერესო მიმართულებებს შორის ოქროც ხვდება, რომელიც მილიარდერთა პორტფელში ეგრეთ წოდებულ დაზღვევის როლს ასრულებს. ის კაპიტალის კრიზისის, გეოპოლიტიკური შოკებისა და ბაზრის პანიკის განიცავს, თუმცა დიდი შემოსავლის მიღების წყაროდ ნაკლებად განიხილება. რეალურად ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, 2026 წელს მილიარდერების სტრატეგია არა პანიკას, არამედ გათვლილ რისკებს ეფუძნება. მეტი კონტროლი, მოქნილობა და აქტივები, რომლებიც ან ზრდას უზრუნველყოფს, ან კაპიტალს იცავს. ასე გამოიყურება თავდაჯერებული ინვესტორების პოზიცია არასტაბილურ მსოფლიოში.